აი იქ რო არის ბაღის იქითა მართულ ხართის დავღუნე, გადავედი იქიდან და მივიყვანე სახლში. ბაბოს ვეუბნები რომ ბაბო ძალიან მოგიყვანეთ მეთქი. რუსებმა პრობლემები არ შეგექმნეს რომ გადმოიყვანე თათია აქეთ მოთხლართების საკითხი ხარ ეს? თავიდან არანაირი პრობლემა არ მქონდა, არაფერს არ იზახდნენ თავიდან. იმის მერე რომ ვეღარ გავჩერდით იქაც რომ მოგვიწევდა გადასვლა ხოლმე მშობლებთანაცა, მე აქეთაც რომ გადავდიოდით და უკვე ეგენიც არ მოეწონათ ეს სიტუაცია უკვე ეტყობა და ეს ჩემი მეუღლე დეპორტით გამოუშვიათ იქიდან 20-ზე გადმოუციათ საქართველოს ხარეს. 2 თვის მერე უნდა მქონდა სასამართლო და სასამართლო გადამიწყვეტავდა ან ციხეს ან დიდ ჯარიმს. რა ბრალდება რა ქონდა წაყენებული? არის ციო რომ ეგაო სახელმწიფო საზღვარიაო და არ შეიძლება გადასვლა გადმოსვლა. მე ეგეთ კი მეთქვია, ჩემთვის საზღვარი არ არსებობს მეთქი საზღვარი მეთქი. შენ რა ხე მესა როგორ ნაგლია კიდევ. მეთქი ეგრეა მეთქი მე ჩემთვის ეგ საზღვარი არ არსებობს მეთქი. პატარობიდანვე იმ სოფელში გავიზარდე მეთქი მოვდიოდი ჩვეულებრივა მეთქი და რამე და ეხლა მეშინეთ მეთქი გადასვლა გადმოსვლას მეთქი. ჩემთვის არ არსებობს ეგ თქვენი საზღვარი მეთქი და. ბახ როგორ გადმოიპარა? ხამე გადმოიპარა თუ დღისით? დილა რომ გათენდა დილით რომ გადმოვიპარე ისევ ჩვეულებრივ აი მართულ ხართებზე გადმოვხდი და წამოვედი სახლიდან სხვა. ბაბოს დავემშვიდობე აღა და წამოვედი ეგრე. ბაბოსაც უთხარი რომ არ მინდა თქვენმა წასვლა მეთქი. რეალურად არ მინდოდა ბაბა და ბაბოს მიტოვება, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა. იმიტომ რომ აღარ მასვენებდნენ რუსებიცა და ოსებიც არ უკვე აღარ მეცხოვრებოდა. ბაბა რომ დამეღუპა მე. აი აქ მოვედი და აქედან გავტიროდი რომ როგორ მიასვენებდი ბაბას. ვერ შევძელი აქედან აქ შესვლა, რომ ბაბას საბოლოოდ მაინც დამშვიდებულიყავი. ჩემი პაპაც ეგ იყო და მამაც ეგ იყო.